That's what she said. არა, გერონტოფილი არ არის. არა, საუკეთესო ფილმი რაც გადაღებული. რა ნარო კარგად. ცუდია. ხოდა? მოგესალმებით თქვენი ყოფებით სტერეოტიპების YouTube არხზე და დღეს ჩვენ ვითამაშებთ გამოიცანი ფილმი უცნაური ფაქტებით. მანამდე კი სანამ ვიდეოს დავიწყოთ, გეტყვით რომ გამოიწვიოთ არხი, დალაიქოთ ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარებში ნოდო ძალიან მაგარი ხარ. არა, გია ძალიან მაგარი ხარ. არა, ნოდო ძალიან მაგარი ხარ. აი ახლა გამოხდება ნოდო ძალიან მაგარი. ამ ფილმში თავარი პერსონაჟი თითქმის არ საუბრობს, რადგან რეჟისორს სურდა რომ ემოციები მხოლოდ ვიზუალურად გადმოეცა და არა მისი საუბარი. Spirited Away, შენი სახელი, აკირა და Silent Voice. Silent Voice. ცუდია. ანუ მუნჯია და მაგაცა. შენი სახელი საუბრობს მაგ. კი, ორიონი საუბრობენ. აუ, შეიძლება გარი იყოს. ესეთი ბოროტული პროჭულია, ბიჭო. სამწუხაროდ ამ კითხვის პასუხი არის ხმის ფორმა. ვინი ფიქრობდა? თავად მსახიობს თავის პერსონაჟი იმდენად სურდა, რომ ფილმის საბოლოო ვერსიის ყურებაზეც კი უარი. აუ, ვიცი, მგონი, იმ დღეს წავიკითხე. მე არ მახსენდება ახლა. წაიკითხე გეტყვი? ჯოკერიდან ვაკინ ფენიქსი, სპაიდერმენიდან ტობი მაგუაირი. შემდეგი ეგ არ არის? ეგ არც ერთი არ არის. არც იქ. რომ აი ეგ არის სწორი პასუხი 1000%. რატო? იმდენად ეგ რომელია? რობერტ პატინსონი. რომელი? თავარი ვამპირი ვინც არის? ედვარდი. ხო. ედვარდი, ანუ იმდენად ეზღება თავისი როლი, რომ ანუ თავის ფილმები არც აქვს ნანახი და აი, იყოს ეგ, მე არ მაქვს ნანახი. მე მარტო Twilight-ის საუნდტრეკი მევასება. Twilight Iconic საუკეთესო ფილმი რაც გადაღებული. ძალიან ნოსტალგიური. ფაუმედაგია ახალ ფილმს უყურეთ. საუკეთესო ფილმი. ძალიან ნოსტალგიური ფილმი არის ჩვენთვის, ჩემთვის, ჩვენი თაობისთვის. დისკზე გქონდა და DVD-ზე ვუყურებდით ხოლმე. შეიძლება დილიდან გამომდე ჩაგვერთა და არ მოგწყენა და საერთოდ ანუ ფერები სხვანაირი ქონდა. ფერები უფრო მოლურჯო, მოცისფროში გადადიოდა. მოლურჯო მოცისფრო თუ კაია. და ეს სწორი პასუხია. სუპერგმირი ფილმის ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა რაც არის, გადაღებების შემდეგ დაემატა ამ ფილმს და თავდაპირველ სცენარში საერთოდ არ არსებობდა ეს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფრაზა. რამე ფრაზა გაგახსენდა? აი სანამ ჩამოთვლის. 3000. I love 3000. არა, ეს უფრო თავარი ლაინი უნდა იყოს. Iron Man, Spider-Man No Way Home, No way. Avengers Endgame და ბნელი განდია ხო? მე აზრით არა. Iron Man არა. Avengers Endgame-ში იქნება, აი ძალიან ბუნდა უნდა მახსოვს, მე მგონი სტივი მარტო რო დგას თავარ სცენაზე და სემი რო ეუბნება ყურში, სტივ შენს მარცხნივ გამოიხედე და რო იხედება და აი ძალიან პორტალი რო გამოდის. Steve on your left. აი მასტი ფაქტი მახსოვს რატომაც. ბნელი რაინდი მე ერთხელ მაქვს ცილის პერიოდში ნანახი, არ მახსოვს. ბნელი რაინდში იყო ბევრი იმპროვიზაციები კიდე. ჯოკერის, ჰით ლეჯერის ჯოკერის საერთოდ მაგით არის ცნობილი, რომ თავისთვის აკეთებდა ყველაფერს. შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ ესეთი კონკრეტული სცენა არ მახსოვს. Why so serious? შეიძლება იყოს. ავა იყოს. ხო? კი, ჩვენ ვაფიქსირებთ ჯოკერს. არის სწორი ხარ და სხვადასხვა სწორი პასუხი გაჟღარ ნოდომ, იმიტომ რომ I'm Iron Man ხო სწორი პასუხი. Endgame-დან დია. მე პერსონაჟის თმის ფერი აქვს. მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ შავ-თეთრ მანგაში ვიზუალური კონტრასტი შექმნათ. და შავ ფერი აქვს ამიტომ პერსონაჟს თმა. One Punch Man ტოპი. One Punch Man არის მასხი. აბსოლუტურად არ სხვა ვარიანტი არ არსებობს. ანუ One Punch Man-ის თავარ პერსონაჟს თმა არ აქვს, მელოდი. ანუ შავი თმა აქვს კანეკი კენს. მაგრამ ხო, კანეკი კენს თმა შეეცვლება. შენ არ გახსოვს ნახი? არა, თეთრი. ადამიანი იყო, შავი თმა ქონდა და ან დემონის რაღაც რო დაემართება, გოულა გადაიქცევა, თმა გაუთეთრდება. ხო, ეგ რამდენი ხნის შემდეგ ხდება? თავიდანვე ხდება თუ შემდეგ? თავიდანვე ხდება. ხო, მაშინ თავიდანვე შეუჩდება ის. ხო, არ იქნებოდა. ხო, შეძომა არ არის. სპეციალურად არის. ანუ რო მიხვდნენ რომ ანუ შავი თმიანობის დროს იყო ადამიანი და თეთრ თმიანობის დროს უკვე გოული.
Dragon მე ვფიქრობ უეჭველი მაგას. Tokyo Ghoul. გვაქვს Tokyo Ghoul-ის რამე? არა, Tokyo Ghoul-ის ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად დაგვემატება. ეს რასაც ხედავთ აქ ყველაფერს, ეს მანგები, სხვა რაღაცები არა, მაგრამ ანიმეს მანგები, პოსტერები ჩვენს თავზე მოგიდია. ნებისმიერ ასეთ პოსტერს დაგიმზადებ, შეკვეთით, anime shop-ზე შეგიძლიათ მოგწეროთ, Instagram-ზე ან Facebook-ზე, ასევე ამ მანგებს რაც აგვაქვს ესენი თავისთავად იყიდება და ნებისმიერ შეკვეთით. ხო, აქ რაც არ გვაქვს ნებისმიერი მანგის შეკვეთა შეგიძლიათ, ასევე სხვადასხვა ნივთების შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენს Instagram-ზე, Facebook-ზე და დაათვალიეროთ საქართველოში ყველაზე იაფად და ყველაზე სწრაფად. სანამ ვიდეოს გავაძლევთ, გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტარეთ უკეთესი ვიდეოები. რაზე გადავიღოთ შემდეგი ვიდეოები. Dragon Ball-ში შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო, იმიტომ რომ უმეტეს პერსონაჟს აქვს შავი თმა და მე რაღაც სუპერ ძალებს რო იძენენ, უყვითდებათ, უწევდებათ. იგივე შეიძლება იყოს, მაგრამ მე არ მაქვს ნანახი Tokyo Ghoul-ი. მე მგონია Tokyo Ghoul-ი, იმიტომ რომ ერთ-ერთ პერსონაჟს ნახე, აქ უმეტეს პერსონაჟს აქვს. და Tokyo Ghoul-ში ერთ პერსონაჟს უთეთრდება თმა. მოდი, რავი, Tokyo Ghoul-ს დავფიქსირებთ. 3, 2, 1. Tokyo Ghoul. სწორი პასუხი იყო ბიჭო, რატო Dragon Ball-ი? ამ თან დებილანი მე მგონია, სიმართლე რომ გითხრათ. Dragon Ball-ი არის სოფლიოში ყველაზე ცნობილი ანიმე, მაგრამ რომელიც გამოდის მე მგონი 1985 წლიდან და ვერ სხვადასხვა ვერსიები. ვერ მევასება, რა ვქნა, ვერ დავუმუღავე. ნანახი გაქვს? არა, მაგრამ შორიდან რომ ვერ დავუმუღავე, ვერ დავუმუღავე. არგით, არ გადაუვაროთ კომენტარებში საერთოდ. ნარუტო არ მაქვს ნანახი. რა ნარუტო არ მაქვს? შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენს TikTok-ზე და ნახოთ ჩვენი თავდაპირველი რეაქცია, როცა გავიგე რომ ნარუტო არ ქონდა ნანახი. 1-4 წელია იცის რომ არ მაქვს ნანახი, მაგრამ იმ ვიდეოში ანუ ძალიან გავჭედე. ნანახი, დაჟე თქვა რომ ნანახი მაქვსო, მაგრამ შიპუდენი არის ნარუტოს პატარაობა და იქ მაქვს ნანახი. აი, ვიცი რომ არის და ვერ მოვკიცებ. ანუ არც გუგლავს, ანუ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში რომ კიდევ გქონია რომ ნარუტო შიპუდენი არის პატარა ნარუტო და კომენტარებში მაინც დაუწერეთ, იქნებ YouTube კომენტარებს მაინც ენდოს რომ ნარუტო შიპუდენი არის უკვე გაზრდილი ნარუტო. აი ანუ ვიცი რომ უკვე კომენტარებში წერთ სად შევიძნოთ ასეთი პოსტერები, ანუ უკვე ძალიან ბევრი კომენტარი შემოდის. ამიტომ თუ გსურთ ასეთი პოსტერის შეძენა, ჩვენ ამ მთელი ვიდეოს განმავლობაში თუ უფრო მეტი არასწორი პასუხი გვექნება ვიდრე სწორი, გაგითამაშებთ ვიდეოს კომენტარებში სასურველი დიზაინით და თუ არ გვექნება, მაინც გაგითამაშებთ, რადგან ეს ჩვენი პირველი ვიდეოა. მეგობრობა ერთიანობა როკი მშვიდობა. მეგობროთ რა. დააკომენტარეთ #სტერეოტიპები. და მე რაც გინდათ დააკომენტარეთ და რენდომაიზერით YouTube ვიდეოს კომენტარებიდან ავარჩევთ ერთ-ერთ იღბლიანს და თუ გინდათ თქვენი ფოტო ჩასვით აქ, თუ გინდათ საყვარელი სერიალიდან, ან ანიმედან, ან თუ გინდათ ჩვენი ფოტო ჩასვით, არც იქნება პრობლემა. და მოგაწვით ნებისმიერ ადგილას საქართველოში. პოსტერებს. თუ ვერ მოიგეთ და თუ გინდათ სასურველი დიზაინით დამზადება, მოგწერეთ anime shopping-ის გვერდზე, რომელიც აი აქ ამონაცდება ლეპტოპის ზევით. ფილმში გამოყენებული აქვს ცნობილი სცენა, სამდროს შემთხვევით გადაიღეს, რადგან მსახიობს ტექსტი დაავიწყდა. Pulp Fiction-ი, Dark Knight-ი, Iron Man თუ Titanic-ი. სად იქნებოდა ეს? ასეთი რაღაც მგონია აზრით. Pulp Fiction-ი მგონია, იმიტომ რომ სხვაგვარი ფილმები. აი Pulp Fiction-ში ესეთი ცუდი მსახიობები თამაშობენ, რომ დაუწყებოდა ტექსტი. ისეთ ცუდ რეჟისორის გადაღებულია, ისეთ ცუდი მსახიობები თამაშობენ, რომ ხოვაზე ხარ. აი აბა სად დაუწყებოთ, რომ Iron Man-ში უკვე დაუწყეთ. წერა. Dark Knight-იც არ მგონია დაუწყებოდი. Titanic-ი შეიძლება რა ყოფილიყო. აი მაინც Pulp Fiction-ი მგონია, იმიტომ რომ ცოტა ვერ არის მაგის რეჟისორი და მოდი იყოს რომ ესეთი რაღაცა ვერ არის მოხდა და ჩასვა მაინც ეგ ვერ არის. ორი პასუხი იყო Iron Man-ი მეგობრებო. ანუ მაგ კაცმა არიც როგორ უნდა ითამაშოს. არ ყოფილა კარგი სახეა. წვეჩი რა ვიდა. ანუ რას ქვია დაავიწყდა. მე რატო ავიწყდება? 70 მილიონი თუ რაღაცა იყო end game-სთან. რისთვის აძლევენ ფულს რომ დაავიწყდეს ტექსტები? უპასუხე. ანუ აქ უნდა გვედგას ახლა მაკულატურის ჭიქა და Iron Man-ის ჭიქა დგას, ანუ რისთვის რომ სცენარი არ ახსოვდეს და ესე გაუბეროს თავისის რაც უნდა და ილაპარაკოს. ანუ ძმას ტექსტი დაავიწყდება, შეხედავს კამერას და I am Iron Man. ანუ ერთ-ერთ ფენტეზის ჟანრის პროექტში მეგობრებო, საჭმლის სცენებისთვის რეალური ცხოვრების ორგანოებია გამოყენებული. რომ ყველაფერი უფრო რეალისტურად გამოჩენილიყო რა, აქ ვიკინგები,
ბეჭდების მბრძანებელი, სამეფო კარის თამაშები თუ ვიჩერი. ვიჩერში არის ეგეთი საზღვრები. უეჭველი. აი ცოტა ადრე მაქვს ნანახი. ვიკინგები არ მაქვს ნანახი. მე მაქვს ნახე. და მგონი მანდაც არა? სამეფო კარის თამაშები. აი, ვიკინგები ხო უფრო რეალური სერიალია ამ დანარჩენებთან შედარებით. დანარჩენები ხო ფენტეზებია. ხო. ვიჩერში იყო, აი საჭმელს რომ მოვიმარაგებდი ხოლმე და ვიჩერს ჩავთავდი. აი ყურებამზე ზღდებოდა ხოლმე. აი იმასთი რაღაცები მახსოვს, ანუ ადრე მაქვს ძალიან ნანახი. მეოთხე სეზონი არ მინახავს მსახიობი, რადგან შეცვალეს ჩაფლავდა ეგ პროექტი მეოთხე სეზონი. აი, რადგან შეგადაწყვიტა ჩამოყვა. ანუ იაღარიბაში რა გადაწყვიტავსო? ჰენრი კევილი იყო იდეალური ვიჩერი და ეს liam hemsworth-ი, ანუ fake Thor-ი. ძმა. მე ვფიქრობ უფრო იქნებოდა ვიჩერი. ჩვენ ხო ორივეს გვაქვს ნახე სამეფო კარის თამაშები. იქ რამე ასეთი სცენა გახსოვს რა იდეალური. ხოთი არც იყო ბოსებში. როგორ არა იყო? იყო? აი მაგალითად წითელ ქორწილში, Red Wedding-ში შეიძლება ქორწილი ვინ ეძახის, წითელი ქორწილი. ანუ შეიძლება და ყოფილიყო ხო, აი, გოთი იყოს. მაგრამ ვიჩერი უფრო მგონია მაინც. გოთი. ერთი პასუხი რომ მიყო, შენს ადასტურებ მეკუთი? Game of Thrones. კარგი, მოდი ამჯერად შევჭერდეთ სამეფო კარის თამაშებს. სწორი პასუხია. გილოცავთ. ბრავო. მოკლედ, ტელესერიალის ერთი პერსონაჟი თავიდან უბრალოდ ხუმრობისთვის იყო შექმნილი, ანუ არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, მაგრამ მაყურებელმა ისე შეიყვარა ის, რომ სერიალის ერთ-ერთი პრიპერი. რადიქცა. ჩენდლერი ფრენსიდან. ეკო, ფიქრეს ვარ შორის. მაგრამ ოფისიდან. დუაიტი. გოითი, რომელი. ბიჭო, დუაიტი აი თოვლის გუნდების როეს რა და. სათვალეებიანი, უნდა ამიხსენო. დუაიტი რომელია? აი ეს. მე მევასება ჯიმი. ჯიმი. და საუკეთესო. პემი მევასება. ჯიმი და პემი. თანამშრომელი უყვარს. რომელსაც საქმრო ყავს, მაგრამ ის არ ნებდება და საბოლოოდ მაინც მიაღწევს თავის საწოდელს ამ კაცის დამსახურებით. ეს კაცი მისცემს შევას, რომ არასდროს არ უნდა დანებდე. თუ ვინმე გიყვარს, ჯიმი ეუბნება, ის ხომ დაქორწილებას აპირებს. აპირებს, ხომ არ მომხდარა. სტივი Stranger Things-იდან და ჯესი Breaking Bad-იდან მეგობრებო. ბიჭო, სტივზე გავიგე ამას წინათ მგონი, რომ ანუ ისეთი ის არისო, რა ყველას დაევასაო რა. ხო, მეც მახსოვს რაღაც TikTok-ზე შემხვდა თუ რაღაც ესეთი რა. ჩენდლერი თქვი ხო? ჩენდლერისია. ჩენდლერი, ანუ ფრენდსიდან თავიდანვე ერთ-ერთი თავი პერსონაჟი იყო შემოყვანილი, ანუ ეგ გამოირიცხა ეგრევე. დუაიტიც სამეულში იყო და სტივი იქნება აქ სწორი პასუხი. სტივი, Stranger Things Stranger Stranger Things. სწორი პასუხია, სტივი იყო ნამდვილად. Yo, na, just like a rain. Dun. ერთ ცნობილი ფილმის გადაღებისას რეჟისორი განზრახ აშენებდა მსახიობებს, რომ მათი რეაქციები ეკრანზე რეალური ყოფილიყო. უცხოეთელი, ექსორცისტი, ჯოუს და შაინინგი. Shining-ია უეჭველი, იმიტომ რომ Shining-ში ანუ ის გოგო ვინც არის რა მსახიობი, Shining-ის ქალი მსახიობი, ანუ მართლა შეშინებული იყო, ანუ მართლა ეშინოდა და იმიტომ იყო რეალური ემოციები რა. ანუ იმენა ეშინოდა რა. მაგიტო აი რო ყვებდი კიბეებზე რომ ისთოს რა, აი სახე ისეთ სახე აქვს რომ მაგას ვერ გაითამაშებ რა. თუ მართლა არ გეშინია ვერ გაითამაშებ მაგას. ზვიგენების ფილმზე როგორ უნდა შეეშინებინა რეჟისორს ზვიგენები, ნამდვილ ზვიგენებს რო შეუშვა. Shining-ი იქნება რა. Shining-ი და ის ქალი მსახიობი რო გარდაიცვალა, შარშან გონი თუ შარშანს. არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია. არა, სწორი პასუხი ნათება, უბრალოდ მან არასწორად წელია. გავიგზავნოთ. ერთ-ერთ ანიმეში ერთ-ერთ პერსონაჟს ჭტილი არ აქვს, იმიტომ რომ მაყურებელმა ქრისტიანად მიხვდეს და იქცნოს, რომ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი ეს პერსონაჟი რა. ნარუტო. ტვინი. ჯოჯო. გოული და Death Note. მე მგონი რიუკს არ აქვს. რიუკს არ აქვს, ხო, Death Note-ია. კი, Death Note-ია. ეს თეორია არის სწორი პასუხი. ვაში რო ქონდეს აქ ჩაყვეშდი, მაგრამ ჩვენ ვაშლის კომპანია არ გვასპონსორებს. და შეგიძლიათ რომ მცირედად დაგვეხმაროთ განათებების და ნახეთ რითი ვიწერთ ვიდეოს. ბალიშებიც კი არ აქვს. Young Mike-ის პატარა ვერსიით. სერიალში გამოყენებული ერთი ცნობილი ფრაზა მსახიობმა იმპროვიზაციით თქვა და სცენაში საერთოდ არ ეწოდა. ანუ ეს რეჟისორები არ არიან ასე.
პრინცია ზოატურ დატოტავი ვერ გავიგე. ჩვენ აქ შვილი დუმს ვიღებთ ხოლმე რომ კარგად ვისალება, კარგი ვისალება გადავიღოთ. ნახე. ანუ ტიპებს შეეშლება და ტოვებენ. იმ რეჟისორს ესეთი მაგალი ფილმი იმიტომ გამოუვიდა, რომ სახეობებს მისცა, რაც გინდათ ისქენითო. ხო, კოჰერენცია საუბარი. თქვენ თუ არ გაქვთ კოჰერენცი ნანახი? აი ხა, ეს ვიდეო არ გათიშოთ ჯერ ბოლომდე. ჯერ ნახეთ და შემდეგ ნახეთ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ისტორიაში. სოფლიოს ისტორიაში. საათს ნახევარი გრძელდება, მგონი $50,000 მისცეს და აჰა გადაიღეო რა და ანუ შედევრი გადაიღო. 3 ღამეში, რადგან მეტი ბიუჯეტი არ ჰქონდა, თავის სახლში მიიყვანა მსახიობები, სცენარიც კი არ ჰქონდა და უთხრა რომ აი ხა ამ სახლიდან გადით, რაღაცები გააკეთეთ, შემოდით და მე სცენარს აგით. მომიყევით რაც გააკეთეთ და სცენარს თან დავწერო. ანუ და ეს იყო მსახიობების და რეჟისორების ერთობლივი შედევრი. აბსოლუტური სინემა და აუცილებლად უყურეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ. ეს არის ჩვენი პირველი რჩევა თქვენთვის და ყოველ ვიდეოს ბოლოს გვექნება ხოლმე რჩევები. Friends-ი, Breaking Bad-ი, Office-ი და Game of Thrones-ი. Game of Thrones-დან რამე აიკონიკ ფრაზა გახსოვს? სამთარი მოდის. სამთარი მოდის. Breaking Bad-ი შეიძლება I'm the one who knocks. ხო, Heisenberg-ი. მესამე რა იყო? არა, ეგ ლოგიკურია. Friends-ი არ Office-ში მგონია ყველაზე მეტი იმპროვიზაცია არის საერთოდ გამოყენებული. ხო, მაგრამ საფილმო ფრაზად რო გადაიქცეს, საფილმო ფრაზად that's what she said. აუ! ანუ ძალიან საკულტო ფრაზა არის. შეიძლება Office-ი იყოს. მოდი, მაგის გამო რომ მაგის თითქმის ყოველ დღე ვიყენებთ. ხო, ანუ პატევი უნდა ვცეთ და იყოს ერთ-ერთ საუკეთესო sitcoms და that's what she said. that's what she said. სწორია. MC ხელგან მარცხნივ ჩემგან Slender-მა ვკითხვა. მე და Slender-ა ვიყენებ ხოლმე ამ ფრაზას. MC მარცხნივ ჩემგან მარჯვნივ. და ბოლოს ჩვენ არ გვახსოვს რამდენი პასუხი გამოვიცანეთ, რამდენი ვერ გამოვიცანეთ. უფრო მეტად გამოვიცანით, ვიდრე ვერ გამოვიცანით. თუმცა რადგან უკვე გიამახსენა, ჩვენ მაინც გავათამაშებთ პოსტერს. მოკლედ, დავარენდომაიზებთ YouTube-ის კომენტარებიდან, როგორც უნდა გქონდეთ მოთაგული ძიეზი სტერეოტიპები ინგლისურად. ჰეშტეგი და სტერეოტიპები. მე მაინც ბებრებთან რომ აქვს კავშირი არა, გერონტოფილი არ არის. არასწორად გაიგეთ. არა, უფროსი ასაკის ხალხთან მაქვს სამუშაო გარემოში და ზოგადად ცხოვრებაში ურთიერთობები ხშირად. მოდი, გაჩვენ. მაგითო ძიეზი, მაგითო ვფიქრე. პიპკი სტერეოტიპები ძიესი. ოკეი. ჰეშტეგი სტერეოტიპები და საიდანაც გინდათ პოსტერი, მაგის დასახელება მაგალითად ჰეშტეგი სტერეოტიპები ბერსერკი და ბერსერკის პოსტერი გადმოგეცემთ. მე დაგიკავშირდებით პირადად და გეტყვით როგორ დიზაინი მოგვაწოდეთ და აუცილებელი პირობა არის რომ გამოწერილი ქონდეს სტერეოტიპების YouTube არხი, Instagram page-ი, Facebook page-ი და TikTok გვერდი. ცოტა ბევრი არ არის, იმიტომ რომ Facebook page-ი და TikTok გვერდიან, დაიმახსოვრეთ. ასევე გეტყვით რომ შიგადაშიგ YouTube ვიდეოებს შორის დაიდება ხოლმე TikTok-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე მოკლე პატარ-პატარა კონტენტები, ალბათ ქვიზებს გავაცემთ ხოლმე პასუხს, რაღაცებს ვითამაშებთ, ფილმებთან და სერიალებთან დაკავშირებით. და ამიტომ ყველა პლატფორმაზე გავადევნეთ თვალი. გეტყვით რომ ეს არის უბრალოდ პოსტერები არ არის, ეს არის ხეზე გადაკრული ტილოს პოსტერები. უმაღლესი ხარისხით. ტილოს პოსტერი გადაკრული ქვედა ჩარჩოზე. და მე ამისგან ჩუმად ჩეთერობას გასწავლით. ეხლა ამას არ უთხრათ და ჩუმად გეტყვით რომ ვისაც გინდათ საყვარელი არტისტის ან ბენდის ვინილები, მაგების ძვირად ყიდვის მაგივრად, კვადრატულ ფორმატში შეგიძლიათ ეს პოსტერები შეგვიკვეთოთ, დაგიმზადებთ და ძალიან მაგარი იქნება. აქ ფოტოს ამგვიგდებთ ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის ოთახს, როგორ ამშვენებს 3 ცალი Radiohead-ის პოსტერი. ნახვამდის